ხო, აი ახლა ვათვალიერებდი რამდენიმე წუთის წინ პოსტას და მართლაც ხარებას დაემთხვევა ეს არ არის შემთხვევითი ჩვენი დიდი და უცვლელი მეგობარი ბატონი ვილსონი აგერ გამოუგზავნია ერთად გადაღებული ეს გადაიღო კონგრესის ფოტოგრაფმა შეხვედრის დროს მე აღარც მახსოვდა მაგრამ ძალიან ყურადღებიანი ადამიანია როგორც მოგესწენება და თავისი ძალიან თბილი ტექსტით გამოუგზავნია სურათი რომელიც ერთად გადავიღეთ კაპიტოლიუმში ჩემი ვიზიტის დროს და ეს კიდევ უფრო იმიტომ აღნიშნე რომ ჩვენ შევიძინეთ ძალიან დიდი მეგობრები სოფლიოს მთავარ პოლუსში სოფლიოს ზესახელმწიფოში და ეს ის მეგობრებია მეგობრებო რომლებიც საქართველოს არასოდეს არ უღალატებენ არ მიატოვებენ და დაწყებულ საქმეს რეჟიმის მოხრჩობისა სანქცირების ფინანსური ბლოკირების აი ქარვასლის დანგრევის გზით რომელი ქარვასლის იმედითაც იყვნენ რომ მუდმივად გვიყიდიდნენ და ინებიურებდნენ აი ამ საქმეს ესენი ბოლომდე მიიყვანენ ეს ხალხი ვილსონი უიკერი კრუზი კოენი ბრაიან მასტი რიში აი ეს ცნობილი პოლიტიკური ლიდერებია შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში რომლებიც თქვენმა მონამორჩილმა გამონახა 12 წლის მანძილზე შეუქმნით მათ განწყობა აი უზნაძის განწყობის თეორია მოგეხსენებათ ეს ქართველი დიდი ფსიქოლოგი ფილოსოფოსი მამამთავრად ითვლება მსოფლიო ფსიქოლოგიაში აი განწყობითი მომენტებისა მეცნიერული ახსნა რასაც სჭირდება უზნაძეზე კარგად ვერავინ ვერ ხსნის ამას და ჩვენს ვიმოქმედეთ მისი თეორიებით და განწყობა იყო ისეთი შექმნილი, ისეთი განწყობა შევქმნით აი 12 წლის მანძილზე, აი ამ თავარ ჯგუფში, ტრამპის უახლოესი გარემოცვა ეს. რომ ამ განწყობამ ისტორია შექმნა საქართველოს, უახლოეს ისტორიას ქმნის. ეს განწყობა, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის ბრძოლასთან ერთად მოგვაცილებს აი ამ საშინელ კიბოს, ავთვისებიან კანცერომას შეიძლება ითქვას, რომელმაც მოინდომა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოსპობა შეიძლება ითქვას პირდაპირ. აი ეს ხალხი არის გარანტი, კედელი, გალავანი ჩვენი უსაფრთხოებისა და ჩვენი მომავლისა და აი ვერანაირი ტრამპის განწყობა უკვე ამ განწყობას ვეღარ შეცვლის. რადგან დონალდ ტრამპი მარტო არ არის, ის პირველ რიგში ანგარიშუწევს თავის ლიდერებს კონგრესში და სენატში ამ ლიდერების აზრი ივანიშვილის და მისი ბანდის მიმართ ერთმნიშვნელოვნად იმპერატიულია, რომ ისინი უნდა დამთავრდნენ. შესაბამისად, ეხლა უკვე ალბათ თქვენ ზღიმლის გვრით აი ამ პუტინისტი, ჭორვილელ, აფერისტი თაღლითის ზღაპრები, რომელსაც ძირითადად თავის გუნდს უყვებოდა და აჯერებდა ალბათ იქ გონება გაფანტულ ქოცებს, რომ აი მოვა ტრამპი და ჩვენ გვეშველება და გადავრჩებით და დიპსტეიტი დამარცხდება. მოვიდა ტრამპი, ვერაფერი ვერ ქნა, პირიქით სანქციები გაუღრმავდა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამ დღეებში გამოქვეყნებული ეს მისი განაჩენია, ეს სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის ხელისუფლება, ბრიტანული სანქციებიც დაირტყა, მის მოსამართლეებს უკვე სახელმწიფო ბარათებიც აღარ აქვთ, სახელმწიფო კრიზისიც დაეწყო, უკვე ძალოვანი სტრუქტურის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი გაიქცა, რადგან მას თავის გადარჩენა დაუსახავს მიზნად ამაში ახლა ვერც გაამტყუნება, არ უნდა რომ გაყვეს საფლავში ბრძანებელს, მაგრამ ახლა ობიექტურად რომ ვთქვათ, ქვეყანაში ჩამოყალიბებული დიქტატურაა. ერთპარტიული პარლამენტი, არჩევნები გაუქმებული, მასმედია განეიტრალებული, არასამთავრობო სექტორი მომსპარი შეიძლება ითქვას, კანონმდებლობა ყოველდღე ახალ-ახალი პარტიების გაუქმების, შეზღუდვის, აკრძალვის, დევნის, რეპრესიების, პასუხისგებაში მიცემის, ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატურა. ახლა მე ზოგჯერ ვამტყუნებ ჩემ თავს, როდესაც შევარდნაძეს უწოდებდი დიქტატორს და კიდევ მის შემდგომ ხელისუფლებას.
ამასთან შედარებით ისინი ფრთიანი ანგელოზებია განსაკუთრებით ჩავარდნაძე. სადაც ყველა მოქმედებდით შეიძლება ითქვას თავისუფლად იმ გაგებით რომ ვამბობდით რაც გვინდოდა ტელევიზიები გახდათ გახსნილი არავინ არ კვეტავდა არავინ არ ბლოკავდა სასამართლოში მივიდოდით და ვიგებდით საქმეებს უფასო განათლებაზე ვიგებდით საქმეებს დენის ტარიფის შემცირებაზე ვიგებდით საქმეებს კომუნალური გადასახადების შემცირებაზე ვიგებდით საქმეებს საბავშვო ბაღების გადარჩენაზე ვიგებდით საქმეებს სასწრაფო დახმარების აღდგენაზე უფასო და ასე შემდეგ ეს ხდებოდა იმ რეჟიმების პირობებში რომელსაც დიქტატურას უწახებდით აბა კაიდელიშვილი ხარ და ახლა მიდი და სადმე რომელიმე სასამართლოში მოიგე რაიმე საქმე ან თემატური ან ეკონომიკური ან სოციალური ან პოლიტიკური არ არის საუბარი კაიდელიშვილი ხარ და რომელიმე ტელევიზიაში ცხვირი გამოყავი ხელისუფლების კონტროლება ტელევიზიაში სამწუხაროა რომ ზოგიერთი ვითომ ოპოზიცია ოლიგარქი თავის ტელევიზიებში იგივე წესს ამკვიდრებს და ამის გამო რა თქმა უნდა ჩვენ არ გავჩვენდები და ვამხელთ და სწორს ვაკეთებთ და კაიდელიშვილი ხარ და საერთო ჯამში ან არასამთავრობო შექმენი ან უცხოეთიდან გრანტი აიღე ნებისმიერ საკითხში თუნდაც მეფუტკრეობაში ან კოღოების წინააღმდეგ ბრძოლაში კოღოს გადააქვსვის ციებცხელების დაავადება ხო მოგეხსენება და ამასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ებრძვით ამაზეც გამოიყოფა გრანტები კაიდელიშვილი ხარ ყველაფერი აიგრძელა ყველაფერი დამთავრდა ქვეყანა გამოცხადდა კაზემატად კონცლაგერად იზოლატორად შეიძლება ითქვას და ამ ფონზე ვიმეორებ სოფლიო თანამეგობრობა დგას ჩვენს გვერდით და ჩვენთან ერთად ანგრევს რეჟიმს რეჟიმი აუცილებლად იქნება დანგრეული და დამხობილი მე არ ვიცი ახლა ეს დამხობა მარტო საერთაშორისო ფინანსური მოხსჩობით და სანქციებით და ხალხის რა თქმა უნდა ბრძოლით ეს უდავო კონცეფცია რომ თუ ხალხი არ იდგება რუსთაველზე ჩვენ წინა გადაცემაც ამის გამო გავაუქმეთ რადგან იქ დიდი შეგრება იყო და იქიდან გავაკეთე ჩართვა როგორც გახსოვთ რუსთაველზე თუ არ იდგება ხალხი რა თქმა უნდა საერთაშორისო მხარდაჭერა შესუსტდება და დაიწევს მის ეფექტურობა ძალიან დაბლა ამიტომ ხალხი წყვეტს მაინც ყველაფერს და ხალხია ისტორიის შემოქმედი მათ შორის ის ახალგაზრდებიც იზოლატორში რო სხედან დღეს და იქ გაუტეხელ მდგომარეობაში არიან და მათი დანახვა მეც კი მავსებს ბრძოლის სურვილითა და უნარით რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე ისეთი მაგარი შვილები და მაგარი თაობა ყავს ხო ამიტომ მე არ ვიცი ახლა ეს არც არავინ არ იცის დასასრული დიქტატორების არის დამხობა როგორც წესი ნუ ეს დამხობა სასურველია მოხდეს მშვიდობიანი გზით მიხვდნენ თვითონ რომ უკვე ამოეწურათ ვადა და როგორც თქვა გააკეთა ფრანკომ ესპანეთში ნუ ახლა ფრანკომ რა თქმა უნდა ესენი ვერ მივიდნენ ამ პინოჩეტმა ჩილეში რა თქმა უნდა ვერც იქამდე ვერ მივიდნენ ნუ არსებობს სხვა ფორმის დამხობები როგორც თქვა ერაყში და სადამ ჰუსეინს და კადაფის თავს მოხდა და ნიკოლაი ჩაუშესკუს თავს მოხდა რუმინეთში 90-იან წლებში ნუ რა თქმა უნდა არსებობს შერეგებული გზით დამხობა სამხედრო გზით არსებობს რა ვიცი სახალხო პროტესტის და სახალხო დიდი მოძრაობის შედეგად დამხობა ნუ ფაქტი ერთია რომ ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოიტანა განაჩენი აი ამ დიქტატურის დამყარებით და დასამხობად გაამზადა საკუთარი თავი. ვიმეორებ რა ფორმატით სწავა ეს ჯერჯერობით არავინ არ იცის, მაგრამ ეს გარდაუვალია. ეს გარდაუვალია, რადგან არავინ დიქტატურას ევრაზიის ცენტრში შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც იხსნება მთელი კონტინენტის შუა კორიდორი, შუა აბრეშუმის გზა, მთელი კონტინენტის აი მთავარი არტერია რო გადის, არ როგორც გულიდან გამოდის ეს მთავარი მარცხენა არტერია და მე ის ამარაგებს თელ ორგანიზმს, აი ისია ევრაზიის კონტინენტისთვის საქართველო, აქედან იხსნება ის არტერიული მდინარება, რომელსაც მოჰყობა ცივილიზაცია, ეკონომიკა, ინვესტიციები, ტვირთები, ენერგომატარებლები და საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ აი ამ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს მომავალი თამამად შეიძლება ითქვას. ამიტომ რა თქმა უნდა აქ არავინ დიქტატურას არ დაუშვებს. ამის რესურსიც არ არის აქ. არც იდეოლოგიური, არც დემოგრაფიული, არც ეკონომიკური, არც რესურსული. ეხლა
იქ ლუკაშენკოს რო აქვს დიქტატურა ბელორუსში, ჯერ ეგეთი ბელორუსი ფაქტურად არის რუსეთის რეგიონი, ოღონდ მას ხელმძღვანელობს ავტორიტეტული, ქარიზმატული ტიპი, რომლის მიმართაც კრემლის ლიდერებს ყოველთვის ეჭვენი განწყობა აქვთ, რომ აიმე ახლა რუსეთის ლიდერიც არ გახდეს ეს ბაცკა. ნიჭერი ქარიზმატული ტიპაჟია. მან მთელი ეკონომიკა აამუშავა, ფეხზე დააყენა, სკინტლი ნამდვილად არ აჭამა ძროხებს და ბელორუსის პროდუქცია აგერ აქაც მაღაზიებში რიგებია რძის პროდუქტებიდან დაწყებული და რა ვიცი თევზი დამთავრებული ეს თევზი გამოაქვთ იქ ზღვა არ ემიჯნება და ოკეანე ამ ქვეყანას, მაგრამ აწყო ეკონომიკა და ტრაქტორებიდან დაწყებული, მაცივრებით გაგრძელებული ველოსიპედები, კვების პროდუქტები ეკონომიკა დუხს. რა თქმა უნდა, დიქტატურა პოლიტიკურად. აქ არც ეკონომიკა არ არის. ეკონომიკას გაიტანეს, გააფორმეს თავისი ცოლების, შვილების, სიდედრების, სიმამრების, დაიდაშვილების, მამიდაშვილების, დიშვილების სახელზე და დატოვეს. ხალხი ესეც არიელი ღია ცის ქვეშ რაღაცა გაურკვეველი პერსპექტივის ამარ. ამიტომ რაიმე რესურსი დიქტატურისათვის აქ არ არსებობს. დაემხობიან ძალიან ცუდად. ამიტომ მე ვაფრთხილებ, რომ დროზე აი ამაღლებული კვირებია ისარგებლონ ხალხიც ასე თუ ისე გადართულია საავდგომო სამზადისზე და იმედიანად არის ისარგებლონ აი ამ განწყობით, აი განწყობის თეორიით, რაც თქვი უზნაძის და გამოაცხადონ ახალი არჩევნები, ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს უკვე იქნება, რა თქმა უნდა, პროცესების გადაყვანა უკვე სხვა პლატფორმაზე და შეიძლება მათთვისაც ეს იყოს კარგი, რაღაცა სეგმენტი გადაირჩინონ ფინანსური თუ პირადი კეთილდღეობის, რაზედაც არიან ისინი ორიენტირებული. ახლა დიდი იდეების გამო, სახელმწიფო შემძლობისათვის, თავგანწილებისათვის, ადამიანთა კარგი ცხოვრების შექმნისათვის, ისინი არ მოსულან ხელისუფლებაში და ეს საჩვენა ისტორია, რასაც გეუბნებოდით 2011-12 წლებში, რომ ეს კაცი არის უბოროტესი მტერი ქართველიერიცა და რის თაობაზეც პრეტენზიებს ვიღებდი, ის თვითონ ბღაოდა ხარივით, რომ ესე იგი შეფასება, რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდა, სხვებისგანაც ვიღვიდი პრეტენზიებს და დადგინდა, ხო? უბოროტეს მტერზე მეტი, უბოროტესი მტერი შეიძლება იყოს განწყობით, ფსიქოლოგიურად, არ რაღაცა სეგმენტში და ვერ მოახდინოს, იმდენი ვნება ვერ მოიტანოს, იმდენი ნგრევა არ დააყენოს, იმდენი უბედურება არ მოუტანოს თავის ხალხსა და ქვეყანას, რაც აი ამ ბოროტებამ გააკეთა. ანუ სუპერ ბოროტება შეიძლება ითქვას, აგერ დღესაც ახლა აქამდე თუ მივიდოდით ოდესმე მე ვერ წარმოვიდგენდი იმ ცნობილი ისტორიული ამბების შემდეგ, როცა მიგვიღეს 90-იანი წლების ბოლოს ევროსაბჭოს შემადგენლობაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოვიდა მაშინ საქართველოშიც და მანამდე რასელ ჯონსტონი იყო, მანამდე მე მიმიღო იქ სტრასბურგში თვითონ და ნამდვილად ეს იყო აი რო იტყვენ განაცხადი პირველი კარი ევროპაში შესასვლელად, აი დღეს აი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრაქტიკულად განაჩენი გამოუცხადეს მმართველ პარტიას და მათი დელეგაცია იქ აღარ იქნება. ანუ დელეგაციას გაუქმებენ აი ხვალზე უფლებამოსილებას და დაახლოებით ეს იგივე მოხდა აზერბაიჯანის მიმართ. თქვათ იგივე მოხდა რუსეთის მიმართ, რომელმაც დატოვა ევროსაბჭო საერთოდ. ახლა უკვე ბრიუსელში საუბრებია იმაზე, რომ უვიზო რეჟიმიც შეაჩერონ მოქალაქეებისათვის. დღე ამ წუთისათვის რეჟიმია დასანქცირებული და მათთვის არის სავიზო რეჟიმი დაწესებული და დიპლომატური პასპორტის მქონე ეს გაბერილი ჩინოვნიკები ფულის კეთებით რო არიან დაკავებული პარლამენტში და მთავრობაში და თქვენ ახეთ ალბათ ჟურნალისტური გამოძიების მასალები, რომ თითქმის ყველა უმრავლესობის წევრს, პარლამენტის წევრს ერთი კორპუსი მაინც აქვს გამოყოფილი, რომ ააშენოს და იქიდან მილიონები წამოკრიფოს. აი როგორ იყიდება საქართველო. აი რატომ ხდება ისე, რომ დილას ვთვლიდი სპორტის სასახლესთან რომ გამოვიარე მანქანიდან კუჩაში რომ გადიოდნენ ახალგაზრდები 50-50-ზე იყო. 50 ჩვენი მიდიოდა, 50 მიდიოდა მეთქმა კარგად ამყოფოთ, არაფერი საწენდო არ მაქვს, მაგრამ ჩემის დანახვა რომ უფრო მიხარია ახლა ამაზე ვერ დავიწყებ ფარისეულობას, 50 უცხოელი იყო, 50 ჩვენი იყო. და ეს პროპორცია კიდევ და კიდევ სუსტდება აი იმ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებენ შეგნებულად ყველა სეგმენტში და იმ კორპუსების მშენებლობაც სწორედ
აღნიშნული მიმართულებით არის ორიენტირებული, ქმნიან აქ ჩამოსასვლელად ბინის საყიდელად უცხოელებისათვის ბინადრობის გამარტივებულ პროცედურებს, მაშინ როცა ყველა სახელმწიფო ამას ართულებს, რომ არ მოხდეს ექსპანსია და დემოგრაფიული ბალანსი არ დაერღვეთ, აქ ძალიან გამარტივებული წესით უნდა ირანელი, უნდა არაბი, უნდა პაკისტანელი, უნდა რუსი, უნდა ჩინელი, უნდა რა ვიცი, ნებისმიერი შეიძენს ბინას, რადგანაც ბინადრობის მიკუთვნება არის ძალიან იოლი და ეს იოლობა განსაზღვრულია წინასწარ, რათა აი ამ ბანდიტებს კორპუსებს რო აშენებენ პარლამენტში დეპუტატები და მინისტრები და ივანიშვილები და ეს თელი ჯგუფი წულაები და ოდიშარიები არ გაუძნელდეთ კლიენტის პოვნა და გაასაღონ ის მამის სისხლად ის იაფად და შეღავათებით აშენებული საცხოვრებელი ფართი და ერთლარად ათრეული უძვირეს ადგილზე მიწის ნაკვეთი და აი ამ დროს მიდიან და იქ უნგრევენ ვარკეთილში, მუხიანში, იქ ლილოს მიმართულებით დროებით ფარღალა სახლებს, რომელიც ადამიანებმა აშენეს, რომ ბავშვები დაზარდონ და თავზე ჭერი კონდეთ. ურცხვად, გურცივად უნგრევენ ტრაქტორებს მიაყენებენ. აი ეს რეჟიმი გვყავს ჩვენ და ამ რეჟიმის წუთები დათვლილია. დათვლილი. ეს ისტორიის კანონია და არა მარტო ჩემი სურვილით, რომ ჩემი სურვილი კაი ხნისწინ იყო, რომ ეს რეჟიმი არასოდეს არ მოსულიყო ხელისუფლებაში და ამის თაობაზე ბევრი ისტორიები გადაგვხვდა და აღარ მინდა ხელახლა მოგაბეზრო თავი და თავიდან მოყვე, რა გადავიტანეთ და პირველი ყველა რეპრესია, რაც შემდგომ სხვებმა გადაიტანეს, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს აკლები თქვენთანაც დაიჩოქებს, ამოიღეთ ხმა. აკრძალვა, წართმევა, დაფინანსების შეწყვეტა, პარლამენტიდან გამოგდება, ის რა ქვია, კიდევ დევნა, სარეკლამო დროის წართმევა, ბლოკირება, ყველანაირი ფაქტობრივი იურიდიული, ჩვენ გადავიტანეთ ლეიბორისტულმა პარტიამ. მე გადავიდა უკვე დანარჩენ, არასამთავრობოს დუმდა ამ დროს. ეგონათ მათამდე არ მივიდოდნენ. ვეუბნებოდით, რომ ამოიღეთ ხმა, ერთ სოლიდარობის განცხადება გააკეთეთ, მოგადგებიან პარტიების დუმდნენ, არ მარტო დუმდნენ, ზოგიერთი პარტია ხმას აძლევდა ჩვენს წინააღმდეგ აი ესეთი საკანონმდებლო პაკეტების მიღებას. და აი მასშია საქმე, ზუსტად ის ცნობილი გერმანელი მოაზროვნის გამონათქვამი გაცხადა უკვე ქართულ ვარიანტში, რომ როდესაც ფაშისტები მიადგნენ კომუნისტებს, მე ხმა არ მომიღია, როდესაც მიადგნენ ებრაელებს, მე ხმა არ მომიღია, როდესაც მიადგნენ კათოლიკებს, ხმა არ მომიღია, როდესაც მე მომადგნენ, არავინ იყო ხმის ამომღები და მიადგნენ ახლა და ნუ ახლა თქმა ხმის ამომღები დარჩა მსოფლიო ხალხი და ჩვენ ყოველ სოლიდარობას უცხადებს დაჩაგრულებს, მაგრამ ეს დაჩაგრვა ზოგჯერ ჩვენი ბრალია, ჩვენ თვითონ ვქმნით პირობებს, რომ დავიჩაგროთ და რეპრესიებში მოვხვდეთ. აი ეს მთელი არასამთავრობო სექტორი, რომელიც დღეს რა თქმა უნდა განადგურებულია და დღეს კანონპროექტი შეიტანეს, რომ რაჟდენას ნებართვა უნდა, თურმე გრანტი რომ მიიღონ არასამთავრობოებმა უცხოეთიდან, აი ეს ანტიკორუფციული უფროსი რა გვარი ეს რაჟდენა, გვარი დამოიწყდა. არა აქვს მნიშვნელობა. ანუ თავრობის ნებართვა უნდათ რომ ეს ხო, აი ეს არასამთავრობოები ყველა 2011-12 წლებში კუჩი ლეკვები ვიდასდებდნენ ბიძინა ივანიშვილს. ამერიკული არასამთავრობოები. და მისი ანტენების ყარაულები იყვნენ. მისთვის ხალხის შემკრებები იყვნენ. მისი პროპაგანდისტები იყვნენ ტელევიზიით. არა საუბრო პარტიებზე, რომლებიც დღეს აგერ მოსთხოვენ და გოდებენ, რომ გამოიყენა და გადაყარა ივანიშვილმა. აბა რა ეგონათ? აბა რა ეგონათ გადაყვებოდა ახლა ის ზუსტად და იმათ ჭუაზე ივლიდა. რომ ჩაეწერენ სიებში და გახდნენ მისი მინისტრები, დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარეები, ბავშვებით რო დადიოდნენ ივანიშვილის მიტინგებზე. ანუ თლად ივანიშვილს კი უნდა დავაბრალებთ ყველაფერს. ჩვენ თვითონ ვართ შემოქმედი იმისა, რაც გვემართება. უხშირესად და მუდმივად. ხო ეს ახლა საყდურის მიზნით უბრალოდ საუბარმა მოიტანა და ამიტომ გაუსვი ხაზი ამას.